ფერები, დეკორაციები, არომატები, დემონებიანი მუსიკა და კახური ღვინის სურნელი დღეს ყველაზე მძაფრად კახეთის შუაგულ ქალაქ გურჯაანში იგრძნობოდა. ამდენი სტუმარი, უამრავი გაღებებული სახე და გასაოცარი ემოციები მეღვინეობის ქალაქს არ ახსოვს. გურჯაანი რეგიონის ყველაზე პომპეზურ ღონისძიებას უკვე მეცხრედ მას მიძლობდა. ფესტივალს ამჯერადაც ახტალის მიმდებარე პარკი მას მიძლობდა. სტუმართმოყვარეობით განთქმულ ქალაქში 500-ზე მეტი მეწარმის და მეღვინის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია ამშვენებდა საფესტივალო სივრცეს. ვიზიტორებს ადგილზე სხვადასხვა გემოს, ფერის, მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი და ახლად დადუღებული ღვინოების დაგემოვნება შეეძლოთ. წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინო იყო. კარდანახი 1888 უკვე 2016 წლიდან არის ბაზარზე და ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ სოფელში კარდანახში არის ადგილწარმოშობის 3 ზონა. შესაბამისად ამით ვიწონებთ თავს, ვართ ბედნიერები და აქ არის წარმოდგენილი წარაფი, ახოები და კარდანახი. ვაწარმოებთ როგორც ევროპულ, ასევე ქვევრის ღვინოებს ორივე ტექნოლოგიით. დიდი სიხარულია რა თქმა უნდა, ეგეთ ფესტივალების მოწყობა, ფაქტიურად ჩვენ ახლა ვხედავთ რამდენად ბრუნდება ქართული მეღვინეობის სახელი და ძლიერებაც კი, ისტორიული ძლიერება თანამედროვეობაში. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ძალიან მაგრად არის ისტორიაში და მაგრად შემოვდივართ თანამედროვეობაში და იმედია, რომ სოფლე მიგიღებს ისეთებს, როგორც ჩვენ ვართ და არა რაღაც სახე დაკარგულს. ქართული მეღვინეობა საკუთარი სახე უნდა კონდეს, უნდა იყოს შესრულებული ორიგინალში, მისი ჯიშებით, მისი ტერუარებით, სტილისტიკაში, გემოვნურ გამართულობაში და მხოლოდ ეს იქნება გასაღები წარმატებისა. ჩვენ ახლა წარმოდგენი გვაქვს ორივე მიმართულება, ტრადიციული და თანამედროვეობის. საზეიმო განწყობა იგრძნობოდა ყველგან. ცალკე კუთხე ჰქონდა დათმობილი პატარებს, სადაც უამრავი მოზარდი ხალისობდა და საზეიმო განწყობას ასხივებდა. შემოქმედებითად ნიჭიერმა ხელოვანებმა კი შემოდგომის სფერებში შექმნილი ხელნაკეთი დამუშავებით მოხიბლეს დამთვალიერებელი. საგანგებოდ დამონტაჟებულ სცენაზე ერთი მეორეს მონაცვლეობით გამოდიოდნენ ქართული ესტრადისა და ფოლკლორის ჯგუფების ვარსკვლავები. სტუმართმოყვარე გურჯაანელები კი კახური ღვინის, მწვადისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას გულუხოთ სთავაზობდნენ როგორც ჩვენი ქალაქის სტუმრებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა ეს შესანიშნავი დღე მიულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებულად ჩემს კახეთს და გურჯაანს. მადლობა გურჯაანის მერიას, კახეთის გუბერნიას, აი ასეთი ლამაზი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის და დღეს აი უამრავი ადამიანია მთელი საქართველოდან, არა მარტო საქართველოდან, საზღვარგარეთიდან უამრავი სტუმარია და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ჩვენ კულტურას, ჩვენ ქართულ ტრადიციას ვაცნობთ, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს და უამრავ მოწვეულ სტუმარს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ჩართული ხართ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში და მიხარია, რომ მეც კახელების წარმომადგენელი ვარ და მასპინძლობთ ვითვლები დღევანდელ დღეს. დღევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი არის როგორც ადგილობრივი მეწარმეებისათვის, ისე ჩამოსული სტუმრებისათვის და ეს ცალსახად ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას რეგიონში. ყოველ წელს დიდი სიხარულით ვიღებთ მონაწილეობას და მოვდივარ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე და ყოველ წელს, რა თქმა უნდა, მოლოდინებს აღემატება ის, რაც აქ ხდება და ამიტომ ვინც წელს ვერ შეძლო მოსვლა, ვურჩევდი, რომ შემდეგ წელს აუცილებლად შეიტანონ მათ კალენდარში დღევანდელი დღე. ულამაზესი დღესასწაულია ნამდვილად გურჯაანობა, უკვე მე რამდენი წელია ვსტუმრობ ტრადიციულად. თქვენი მოწვევით, თქვენი მუნიციპალიტეტის მოწვევით ძალიან მიხარია, რომ ეს დღე აერთიანებს უამრავ ხელნაკეთი ნივთის გამოფენას, აერთიანებს სხვადასხვა საწარმოების გამოფენას. მნიშვნელოვანია, რომ აქ მცირე მეწარმეები გამოდიან და თავიანთი ნაწარმის პოპულარიზებას ეწევიან და ჩვენს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები და არა მხოლოდ ყოველწლიურად გსტუმრობთ და ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ერთად ვატარებთ ხოლმე ამ მშვენიერ დღეს. სტუმართა განსაკუთრებული მოჭარბება კი ყველაზე უფრო მაინც დედაქალაქიდან იგრძნობოდა. აქ იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე,
აღნიშნული ღონისძიების სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, კომიტეტების თავმჯდომარეები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ძალიან საზეიმო განწყობა უამრავი ადამიანია და გვიხარია რომ არის ასეთი ჩართულობა, ასეთი ინტერესი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტარდება ასეთი ღონისძიებები, კუთხით არის მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისი და ხელს უწყობს რა თქმა უნდა ამ კონკრეტული რეგიონის განვითარებას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალისებს, რა თქმა უნდა ეკონომიკურ აქტივობებს, ყველანაირად ხელს უწყობთ მომავალშიც ასეთ ღონისძიებებს. 2017 წლიდან ტარდება გურჯაანის ღვინის ფესტივალი. უკვე ჩამოყალიბდა ტრადიციად გურჯაანში ოქტომბრის მეორე შაბათს გურჯაანი და მთელი კახეთი მასპინძლობს სტუმრებს არა მხოლოდ სხვადასხვა რეგიონებიდან საქართველოსი, არამედ უცხო ქვეყნიდანაც. ეს განსაკუთრებული დღე არის გურჯაანელებისთვის, განსაკუთრებული დღე არის კახეთისთვის გამორჩეული და ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი, სადაც 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, 200-ზე მეტი მეღვინე არის, რაც ხაზს უსვავს აქტუალურობას და ნიშნულობას მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მეღვინეებისთვის, რომ გააცნონ თავისი ღვინის პროდუქცია არა მხოლოდ აქ ჩამოსულ სტუმრებს, არამედ უცხოელ სტუმრებსაც და არის შესაძლებლობა, რომ და ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ბიზნეს გარიგებებიც დაუდიათ, რაც თავისთავადხადია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ეს ღვინის ფესტივალი მეღვინეებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. ეს არის გამორჩეული დღე კიდევ ერთხელ გურჯაანისთვის და მინდა მიულოცო გურჯაანელებს, მინდა მიულოცო კახეთს ასეთი არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი დღე. შესანიშნავი ტრადიცია დამკვიდრდა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეგობარი და ყოფილი კოლეგა, ჩემი გუნდის წევრი, საამაყო ადამიანი დავით სონღულაშვილი ამის ინიციატორი და გურჯაანმა დაამკვიდრა შესანიშნავი ტრადიცია. არ ვიცი, ახლა შეიძლება თელავი გაეჯიბროს, მაგრამ სხვა ვერავით გაეჯიბრება. კარგია, ამდენი ხალხია, ამდენი სტუმარია. და ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველოში ძლიერი ოჯახებია, საქართველო დგას ფეხზე და საქართველო გაიმარჯვებს. აი ყველაფერი და ღვინისგან დაწყებული, ამ სუვენირებზე დამთავრებული, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხი. ყველა სიყვარულს გამოსცემს. საგრძელოში იქნება თუ ჩვეულებრივ სიტყვაში. ასე რომ გილოცავთ, აი დღესასწაულია. და დღესასწაული ყოფილიყო ჩვენ ოჯახებში და საქართველოში. კარგად გვაჩვენებს რამხელა წინსვლა აქვს გურჯაანს, კახეთს და ზოგადად საქართველოს. აქ არის დოვლათი, ბარაკა, ძალიან უზომოშრომელი ხალხის ნამუშევარი და ყველაფერი ის კარგი, რაც წლის მანძილზე კეთდება ჩვენს რეგიონებში. მიულოცავ გურჯაანობას, თითოეულ გურჯაანელს ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენ. ულოცავ გურჯაანს, კახეთს, მთელ საქართველოს შემოდგომის ამ ლამაზ დღესასწაულს. შემოდგომა ნიშნავს ბარაკას, შემოდგომა ნიშნავს მთელი წლის ნაშრომის დაბინავებას და მომავლის იმედით შეხედვას და ეს ძალიან კარგი ფესტივალია, რომელსაც გურჯაანი მასპინძლობს. ღვინო, ყურძენი, შემოდგომის ბარაკა, რითაც მდიდარი არის საქართველო და რითაც მდიდარი არის გურჯაანი, ამიტომ ულოცავ ყველა გურჯაანელს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი საქართველოდან ჩამოვიდა დღეს ამ ზეიმის გასაზიარებლად. დღეს დიდებული დღეა. ღირსშესანიშნავი, იმიტომ რომ დღეს ზეიმობთ გურჯაანში ღვინის ფესტივალს. უკვე მე-9 წელია და მე მინდა ყველა ორგანიზატორს განსაკუთრებული მადლობა უთხრა ბატონ დავით სონღულაშვილს, ჩვენი მეგობარია, ზუსტად ვიცი როგორ ცდილობდა ყოველთვის და მომზადებული იყო და მთელი შემართებით იყო, რომ ღვინის ფესტივალი გურჯაანის ეს საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ყოფილიყო და ეს შეძლო. გილოცავთ გურჯაანელებს, ულოცავთ მთელ კახეთს, ულოცავთ მთელ საქართველოს აი ამ ლამაზ დღეს, სადაც იგრძნობა ერთობა, ამდენი ხალხი გამოვიდა, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ მთელი საქართველოდან დაიძრა არმია და დღეს არის ზეიმი, ზეიმი მშვიდობის, ზეიმი ერთად ყოფნის და ზეიმი გაერთიანების. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ.
გულოცავ გურჯაანს ამ დიდ დღესასწაულს, გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება. ჩვენც ხშირი სტუმრები ვართ. მთელი თბილისი ზეიმობს ფაქტიურად გურჯაანთან ერთად ამ დღეს. უსურვებთ წარმატებებს და კიდევ უფრო და უფრო გაზრდილიყოს და მსოფლიოს საერთაშორისო მნიშვნელობა შეეძინოს. გულოცავ თითოეულ გურჯაანელს. პირველ რიგში მე მინდა მივულოცო გურჯაანელებს დღევანდელი დღე არაჩვეულებრივი ფესტივალია, ალბათ არავინ არ დამძრახავს თუ ვიტყვი, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ძალიან ბევრი მარანია წარმოდგენილი, ნამდვილი ღვინის ზეიმია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ქართულ ღვინოს პოპულარიზაციაში, რეალიზაციაში და ამგვარი ფესტივალები ზოგადად არის ერთ-ერთი საშუალება მეღვინეებისთვის, რათა თავიანთი პროდუქცია წარადგინონ და უშუალოდ დაამყარონ კონტაქტი მომხმარებელთან. ასე რომ კიდევ ერთხელ გულით და სულით გულწრფელად მინდა დღევანდელი დღე და ზოგადად ამ ფესტივალის ესეთი წარმატებული მოღვაწე წელსაც ტრადიციულად იმართება გურჯაანის ღვინის ფესტივალი, უკვე მე-9 წელია, რაც აღნიშნული ფესტივალი დაფუძნდა. მოგეხსენებათ, რომ დღეს წარმოდგენილია 550-ზე მეტი მეღვინე და მეწარმე, ველოდებით დაახლოებით 30,000-ზე მეტ სტუმარს, როგორც დედაქალაქიდან, ასევე უცხოელ სტუმრებსაც. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ღონისძიება ძალიან მასშტაბურ ხასიათს ატარებს და ყოველ წელს უფრო ემატება მეწარმეები, გამოფენა, გაყიდვები, რაც ხელს უწყობს ადგილობრივების კეთილდღეობას. ასევე აქ არიან წარმოდგენილია საბავშვო სივრცეები და ოჯახებით არიან მოსულები და დღევანდელ დღეს ატარებენ ბედნიერად. მინდა გურჯაანი და მიულოცო პირველ რიგში ყველა გურჯაანელს და კახეთის რეგიონს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული. გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესაძლებლობების სავსე პლატფორმაა, სადაც ერთიანდება ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე ტურისტული გამოცდილება. იგი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების, ისე ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციისთვის.